ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებს პირველადი მედიცინის რეფორმის დეტალები გააცნო. ზურაბ ჭიაბერაშვილი საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. პირველადი ჯანდაცვის პროგრამის მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის საწყის ეტაპზე გაუმჯობესება და მათი ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილებაა. წარსულში მსგავსი დაწესებულებები პოლიკლინიკების სახით არსებობდა. მიმდინარე რეფორმის მიხედვით კი ისინი საოჯახო მედიცინის ცენტრებად გარდაიქმნება. საზოგადოება მიეჩვევს იმას, რომ ჯობია რეგულარულად წელიწადში ერთხელ მაინც გავიკეთოთ ანალიზი, მივაკითხოთ ექიმს, გავიაროთ კონსულტაცია, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი დაავადება გამოგვჩეს ყურადღებიდან და ძალიან გვიან ეტაპზე გავიგოთ ჯანმრთელობის მაღალი რისკები. ამიტომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება ჩვენ ქვეყანაში არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. ცენტრი ძალიან ყურადღებას ახდენს ხარისხს და ალბათ ერთ თვეში დაახლოებით ავიღებთ ISO-ს 2000-ის სერტიფიკატს. მინისტრის ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, რომ სამინისტრო დაინტერესებულია პირველადი ჯანდაცვის განვითარებით. სამინისტრო ზრუნავს, რომ ეს სფერო განვითარდეს და მოსახლეობაზე ამ მომსახურების მიწოდება უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.